ორი შემთხვევა იყო იმ ღამეს. ერთი იყო ბავშვი 12 წლის, რომელიც იყო წასული სათევზაოდ. და ანკესი რომ მოისროლა ის კავი, რაზეც ჭიაყელა იყო წამოგებული, თვალში გამოვედო და თვალი გახვრიტა. მამამ ისაქნა გადაჭრა ეს და მოიყვანა ბავშვი თვალში ანკესის გაყრილი. და მან პრობლემა ის იყო, რომ ამ ანკეს ვერ ამოიღებ იქიდან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ეს კავი ისეთია, რომ შედის, უკან ვეღარ წამოიღებ. ან ერთადერთი ვარიანტია გაატარო და ისე გაიყვანო, როგორც გადიოდა. ჩვენ ინსტრუმენტი, ახლა მიკროინსტრუმენტი გვაქვს და როგორ გადაკონეთ იმ სისქე მეტალს, შანსი არის. და მე დავიწყეთ ძებნა ინსტრუმენტის, რომელთაც შეუძლებდით მეტალის კავის გადაკონეტას და გამოვიძახეთ ვიღაცის სანტექნიკოსები, ვიღაცები, იმიტომ რომ სტერილური ინსტრუმენტი არ ქონდა. ეს ინსტრუმენტი რა თქმა უნდა ჭუჭყიანია, როგორ გავასტერილოთ ასეთ პირობებში, არ ვიცით, ჩავაგდეთ სახარში, მერე ხლორგექსიდინში, მერე სპირტში, ასე შემდეგ და გადავკონდეთ როგორც იქნა ეს ანკესი. ხო და ეს წვერი გამოვივალ. ხლა იფიქრებთ, რომ ალბათ დაბრმავდა ეს ბავშვი, იმიტომ დიდი ის იყო კავით, სერიოზული ძალიან დიდი და თვალისთვის რა თქმა უნდა დიდი, თორე ისე პატარაა. ხო და მერე ჩაუტარეთ ოპერაციები, მე ვიღებდი ამაში უშუალო მონაწილეობას, რამდენიმე ქირურგი მუშაობდით. 3-4 დღის შემდეგ ბროლიც გამოუცვალეთ ამ 12 წლის ბავშვს. ასეთი შემთხვევის შემდეგ მე აღარ გიჩნდება არავითარი სურვილი შეიცვალო ან სპეციალურად